ვისაუბროთ მასკარაფონეზე. პირველი 30 გვერდი არის რთული ამ წიგნის, რომ აი ეს დაჩეხილი აზროვნება, ეს რიტმი, სქოლიო და ეს ყველაფერი გაიაზრო. არის შეხედულება, რომ კრიმინალური ნოველა არის. სამდვილეში არის ყოველად ანტიკრიმინალური ნოველა, უბრალოდ ხდება გარემოში, სადაც კრიმინალი არის თავიდან ბოლომდე ფესვგადგმული და ყოველდღიურობის. ანუ პროტაგონისტის მამა არის კანონიერი ქურდი. კი, ქურდული სამყარო აქ არის ანტურაჟი და მთავარი ხაზი არის მამა-შვილის ურთიერთობა, რომელიც არადა არ შედგა, ან თუ შედგა ძალიან დამახინჯებულად, იმიტომ რომ როდესაც შვილს ყველაზე მეტად ჭირდებოდა მამა იყო ციხეში და როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა დედა იყო მამისგან გაქცეული. მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი შეიძლება იყოს ერთგვარი სარკე, კარგად ირეკლება ჩვენი უახლესი ისტორია, მთელი თავისი მანკიერებებით, მთელი თავისი ტრამვებით, ტრაგედიებით. ბევრი რაღაც იქნება ნაცნობი, იგივე შოკოლადი ლუნადან დაწყებული, ეროტიკული ჟურნალი მაქსით გაგრძელებული და ჯინსებს რომ ახევდნენ ადამიანებს, იმით დამთავრებული, ალბათ ყველას სმენია ეს ისტორია, ვიღაცას ჯინსი როგორ გახადა და ტრუსიკით გაუშვა სახლში. მამის ხაზიც ხო ესეთია, რომ კრიმინალური ავტორიტეტია, ციხეში მოხვდება და როგორც კი სისტემას აღარ ჭირდება, რომ გამოუშვებს, მერე რას აკეთებს. ანუ აქ ეგ პერიპეტია, რომ კარგად იყო, მერე უფრო კარგად გახდა, დროსთან ერთად აწინაურდა და ბოლოს რომ ეცემა, სადამდე ეცემა. სტილის ამბავში იყო, რომ აწმყოდ რომ ერთ-ერთი დარჩენილი იყო სქოლიოში, ეს სქოლიო რაღაც ცოტა მიტოვებული ადგილი არის ხო ლიტერატურაში. მინდოდა ამ სქოლიოს უფრო ისე ყოჩაღად გამოყენება და მაგანაც თავისი პეცი მისცა მიუხედავად იმისა, რომ ფინალისკენ რომ მივდიოდი, მივხვდი რომ ორი წიგნი მაქვს დასამთავრებელი, ერთი რაც სქოლიოშია და მეორეც ფურცელშია, მაგრამ რაღაცა იმ ერთმა წინადადებამ თავიდან ბოლომდე შეკრა ყველაფერი.